სამშვიდობისა შრომის კოდექსი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მაესტროს ერთობლივი გადაცემის პირველი თემა რასრულებებს გეგმავს კანონმდებლობაში ამ მხრივ იუსტიციის სამინისტრო, რომელიც მუშაობს დოკუმენტზე, მოხდება თუ არა დასაქმებულთა ინტერესის დაცვა, შეეგუებიან თუ არა ამას დამსაქმებლები. მოკლედ 1 საათია ჩვენი სტუმრების და თქვენს განკარგულებაში ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე პრობლემურ დეტალებზე ახალ კანონ პროექტში. ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების პრეზიდენტი, მიხეილ კორძაია, დამსაქმებელთა ასოციაცია, მოგვიანებით დარბაზით შემოგვიერთდება, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტრო, არასამთავრობო სექტორი, პედაგოგთა პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაცია, დამსაქმებლებიც არიან მოკლედ წარმოდგენილნი, ასევე სტუდენტები, იქნება კითხვები. სამშვიდობისა მოკლედ ბატონო, მადლობა რომ გვეწვიეთ ბატონ სადრო, თქვენ დავიწყოთ მოეთ ვინაიდან ავტორი ბრძანდებით ამ კანონ პროექტის. როდესაც ახალ კანონს იღებთ, ახლა ჩვენ გვიყურებს მაყურებელი და დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას თავის დამსაქმებელთან არ აქვს არანაირი შრომითი ხელშეკრულება. იქნება თუ არა მას რაიმე სარგებელი ამ კანონ პროექტის მიღების შემდეგ, იქნება თუ არა მათი უფლებები უფრო დაცული? ერთი არ აქვს არავითარი ხელშეკრულება, ეს თქვათ მასე არ აქვს ხელშეკრულება, რასაკვირველი აქვს, იმიტომ რომ ორივე მხარის თანხმობით ეს ადამიანი მუშაობს სადღაც, ამიტომ ეს ხელშეკრულება არსებობს, ეს არის ზეპირი ხელშეკრულება უბრალოდ. ეხლა მიიღებენ თუ არა მეტ სარგებელს მოქმედ კანონთან შედარებით, ცალსახად ცხადია მიიღებენ და ამ კანონ პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ თუ კი მოქმედ კანონში მასშტაბამდე დაუბალანსებელია ინტერესები დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, დამსაქმებლების სასარგებლოდ და დასაქმებულების საზეანოდ, ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ცვლილებების შედეგად უნდა დაბალანსდეს ეს ინტერესები, რათა ორივე მხარის კანონიერი და სამართლიანი ინტერესები იქნეს გათვალისწინებული არც ერთის ზიანის ხარჯზე. აი, ბატონო სანდრო, დაბალანსებაში გულისხმობთ რას? არის ქვეყნები ვიცით ევროპაში, სადაც დასაქმებულთა ინტერესი უფრო დომინირებს კონკრეტულ კანონმდებლობაში, ეს რაღაც იდეოლოგიური მიდგომაა. თქვენი ახალი ხელისუფლების მიდგომა რაში მდგომარეობს? აბალანსებთ თუ მაინც უფრო უზრუნავთ დასაქმებულებზე, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს? ჩვენ ვაბალანსებთ და ბალანსი, სამართლიანი ბალანსი არის ჩვენი იდეა, ჩვენი მიზანი. ბატონო ირაკლი, თქვენ ჩართული ხართ ამ კანონმდებლობის შექმნაში და ვიცი რომ გაქვთ კონკრეტული საყვედურები უკვე მუშაობის პროცესში, რა კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რა გაღელვებთ ყველაზე მეტად, რას არის თვალისწინებს ავტორი ამ ეტაპზე? პირველ რიგში მადლობა მინდა იმისთვის რომ მოგვიწვიეთ სტუდიაში, ასევე ავტორსაც მინდა მადლობა უთხრა საქართველოს პროფკავშირების და დასაქმებულთა სახელით, იმიტომ რომ როგორც სადა დედამიწა ისე განსხვავდება არსებული პროექტი დღეს არსებული შრომის კოდექსისგან, რასაც ქვია შრომის კოდექსი, რეალურად იმ შუა საუკუნეებრივ ნორმებს და სტანდარტებს, რომელსაც სამწუხაროდ შრომის კოდექსი ეწოდება, უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, რომ აი ახლა ამ ეტაპზე ნოლის ქვემოდან ამოდის სტანდარტები და ნოლზე დგება და აი აქედან ხდება ათვლის წერტილი, ჩვენ რომ ნოლიდან მქონდეს ათვლის წერტილი, მაშინ ბუნებრივია უფრო მეტი გვექნებოდა პრეტენზიები, მაგრამ ფაქტია რომ ოდნავ დასაქმებულთა უფლებები უტოლდება და ახალ ძველი კოდექსით ეს იყო ვალდებულებები, რაც დასაქმებულებს ჰქონდათ, ხოლო უფლებები ჰქონდათ დამსაქმებულებს. პროცესი მოხდეს პოზიტიურია, გასაგებია. პროცესი თვითონ პოზიტიურია, მაგრამ არსებობს კონკრეტული საკითხები და ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ პრეტენზიები გვაქვს და შეიძლება უფრო მეტიც ჰქონდეს, შენიშვნები გვაქვს და შეიძლება უფრო მეტიც ჰქონდეს, მაგრამ არსებული სიტუაცია არის ძალიან ნეგატიური და პოზიტივია ის, რომ ბევრი საკითხი იცვლება. რაც შეეხება თვითონ უარყოფით მომენტებს, რასაც თვლით რომ პროექტი არ ითვალისწინებს, ეს გახლავთ ქალთა უფლებები და ვფიქრობ რომ დრო მოვიდა რომ 193 კონვენციის რატიფიცირება მოხდეს საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს როგორც ხელფასის 2/3-ის გადახდას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, სოციალური დაცვის სისტემის შექმნას და ერჯელ და სამუდამოდ ბავშვის გაჩენა საქართველოში დანაშაული არ უნდა იყოს, როგორც ეს დღემდე ხდებოდა და ხდება. მოწყვა ჯგუფები არ არის სასახული კანონმდებლობაში ამ ეტაპისთვის, როგორც ჩანს. დიახ, ქალთა უფლებები არ არის იმ კუთხით წარმოდგენილი, რომ აი ეს პრობლემები იქნეს ამოფრული. აქ რომ ვიკითხოთ არასრულწლოვანთა დასაქმების თემა, ესეც ძალიან პოზიტიურად შემოდის კანონმდებელი, ინიციატორი გამომდინარე იქიდან, რომ არასრულწლოვანთა დასაქმებასთან დაკავშირებით იქ არის საკმაოდ სერიოზული შეზღუდვა, პროფკავშირებს აქვს შენიშვნა, სადაც ვითხოვთ რომ ჩაიწეროს რომ ზეგანაკვეთური შრომა
მიღებმა აი არასრულ წონის 14-დან 16 წლამდე და არ ვიცი უბრალოდ ბატონი სანდროსთან ბოლოს შეხვედრის შემდეგ რამდენად გაითვალისწინეს ჩვენი შენიშვნების ნაწილი, რომელიც მივაწოდეთ მას. იქ ასევე დგას საკითხი 16-დან 18 წლამდე დასაქმებული ადამიანის, სადაც 36 საათზე მეტი მუშაობა არ შეიძლება და ზეგანაკვეთური შრომა იქაც ასე ვთქვათ აღმოფხვრილია. პირველად ხართ ჩემთან სტუდიაში ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ძირითადად მაინც ვცდილობთ იყოთ უფრო პოზიტიური ორიენტირებული პროფკავშირები, როგორც წესი აპროტესტებთ ხოლმე ხელისუფლების, აპროტესტებდით ხოლმე, როგორც ჩანს ახლა უფრო სხვა რეჟიმში ხართ ახალ ხელისუფლებას. სხვა რეჟიმში ვართ გამომდინარე იქიდან, რომ პროცესი აღია, არ არის ისე დახურული, არ ხდება დევნა, დისკრიმინაცია პროფკავშირული ნიშნით კანონის ინიციატორმა ჩადო რომ არ მოხდეს, მოდი თქვა, საქართველოს მოქალაქეებზე და საერთაშორისო ვალდებულებებზე ცდილობს, ასე ვთქვათ, იუსტიციის სამინისტრო რომ მოარგოს და ყველა stakeholder-ი იყოს ჩართული ამ პროცესის შემუშავებაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, შრომის ინსპექცია ისევ ღია საკითხად რჩება, ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებით ვერ ვთვლით, რომ ეს ბოლომდე არის აღმოფხვრილი ის პრობლემები, რაც დასაქმებულ ადამიანებს აწუხებს. ზეპირ ხელშეკრულებებზე იყო საუბარი და მინდა გითხრათ, რომ ზეპირი ხელშეკრულებები ბიუჯეტით ზარალდება, დასაქმებული ზარალდება და თვლით, რომ ეს ნეგატივად რჩება და სამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით დისკრიმინაცია ჯერჯერობით არ გახლავთ აღმოფხვრილი და გაუარესება, რაც შეეხება დაუშვათ დღევანდელთან დაკავშირებით რითი უარესდება, ეს გახლავთ კომპენსაცია სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდში და იმედი მაქვს, რომ იუსტიციის სამინისტრო აი ამ ხარვეს აღმოფხრის, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ აი დღევანდელ არსებულთან რაიმეთი უარეს მდგომარეობაში ჩადგეს დასაქმებულს. აფრთხილებს დამსაქმებელი დასაქმებულს ის აღარ უხდის კომპენსაციას. არსებული კანონმდებლობით უხდიდა ნებისმიერ შემთხვევაში. უხდიდა ერთი თვისას, ეხლა პროექტით რაც ჩვენს ხელთ არის პროექტი, იქ წერია შემდეგი რამ რომ აფრთხილებს, ერთი თვე მუშაობს ეს ადამიანი, ხელფას უხდის და უშვებს. რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, გამომდინარე იქიდან რომ ეხლა დასაქმებულის მდგომარეობა უარესდება, ადრე არ მუშაობდა და კომპენსაციას იღებდა და ეხლა თუ მუშაობს, ნუ ხელფას ისედაც. მადლობა, ბატონ მიხეილთან მინდა გადავიდე, რომელიც დამსაქმებლებს წარმოადგენს 2006 წლის შემდეგ, ბატონ მიხეილ, პრინციპში კანონმდებლობა ქვეყანაში შეიცვალა უფრო თქვენი ინტერესისკენ, ვინაიდან ქვეყანა ორიენტირებული იყო ინვესტიციების მოზიდვაზე, ბიზნესის განვითარებაზე, ამიტომ დიდი შეიქმნა სივრცე თქვენთვის სამოქმედო. შეელევით უფლებების დაკარგვას, რომელიც დაბალანსების ტერმინის ქვეშ არის პრინციპში მოქცეული ახლა ახალ კანონპროექტში. პირველ რიგში, რაც შეეხება 2006 წლიდან, ალბათ აქ არის ნამდვილად ყველა მხარის მხრიდან გასაანალიზებელი სიტუაცია, თუ პრაქტიკაში მდგომარეობა იყო. ეს არ უნდა დაუკავშიროთ პირდაპირ პროპორციულად ალბათ ყველა დეტალთან მიმართებაში საკანონმდებლო ნორმებთან. რაც შეეხება უფლებების შეზღუდვასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში თუ კი თქვა ასეთი სახის პროექტი გავიდა, არ იქნება თქვა ისეთი, ასე ვთქვათ, თავისუფალი გარემო, თავად ბიზნესი, თავად მხარეებს შორის, როგორც თქვა იყო ამ სიტუაციაში, რადგან შესაძლებელია შემდგომში ალბათ ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომელიც ახლა კანონპროექტში დგას და რომელიც იმ იდეას, რომელზეც თქვათ, იგივე ხელისუფლება აღგზავნებს, რომ ადამიანის უფლებების კუთხიდან დაცული იქნას ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბიზნესის ამაზე თანახმარი, მაგრამ შესაძლებელია და შეშობთ იმასთან მიმართებაში, რომ თუ კი ვთქვათ, ძალიან გადამეტებით იქნება გლობალური, ასე ვთქვათ, შტრიხები შეტანილი ნორმებთან მიმართებაში, შეიძლება პირიქით მივიღოთ პრაქტიკაში, მაგალითად, რაც შეეხება, ვთქვათ, ვადიანობასთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი ყველაზე სადაო საკითხი არის ჩვენი მხრიდან, ანუ ვადიანი ხელშეკრულებების ფაქტიურად პრაქტიკაში გამოუყენებლობა შეიძლება გამოიწვიოს სხვა პროცესები. გამოიწვიოს ის პროცესები პრაქტიკაში, რომელიც სავალალო იქნება როგორც რა თქმა უნდა დამსაქმებელისთვის, ასევე თავად დასაქმებულისთვის. და რაც გულისხმობ. თუ კი თქვათ, ჩვენ საუბრობთ, რომ დასაქმებულის უფლებები მხოლოდ არ უნდა შემოვიფარგლოთ, იგივე შრომის განსხვავების კომპონენტით, ამ შრომის ურთიერთობას, რა თქმა უნდა, სხვა თამდევი, ასე ვთქვათ, პოზიტიური მექანიზმები გააჩნია. ეს არის სოციალური დაცვა, ეს არის საპენსიო უზრუნველყოფაზე მიღება და ასე შემდეგ, რომელიც თუ კი თქვათ, გავიტანოთ ასეთი მკაცრი
ნორმები შემოვა და თქვა აეგრძელება ბიზნესს, რომ მოკლებადიანი ხელშეკრულებების გაფორმება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბიზნესის სხვა გზას მიიპოვეს, თქვა სხვა ალტერნატიულ გზას, კანონიერ გზას რა თქმა უნდა და არადისკრიმინაციულს აქვე აღნიშნა, რომელიც ფაქტიურად აი იმ სხვა მექანიზმებს, სოციალური დაცვის მექანიზმებს სამწუხაროდ ვეღარ მიიღებს შემდგომში და მოწყვეტილი იქნება დასაქმებული, რასაც გულისხმობდი იგივე დაზღვევის მექანიზმები სამსახურში, იგივე თქვა საპენსიო უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. აი უკაცრავად რომ დავაზუსტოთ, რაში გიშლით ხელს აი ამ სოციალურ ნაწილში, თუ კი ვთქვათ არ მოგცემთ ახალი კანონმდებლობა უფლებას, რომ 2 წელიწადზე ვთქვათ მეტი ხელშეკრულება თუ გააფორმეთ, 2 წელიწადზე მეტი თუ იქნება, უნდა იყოს მუდმივი, ხო? რაღაც ეს ტიპ ფორმაა. არანაირი თარიღი, თუ კი ვთქვათ, რა თქმა უნდა, თუ ასეთი ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სამინისტროსთან, ჩვენი ერთ-ერთი წინადადება იყო, რომ ყოფილიყო შეზღუდული ვადიანობაზე, მაგალითად 1 წლიანი არ ყოფილიყო და ანუ 1 წელზე ქვემოთ არ ყოფილიყო დადებული, თუ კი თქვათ, გავითვალისწინეთ, რომ საგამოსვლადაც არსებობს კოდექსში ჩადებული, ამიტომ ეს სრულად მისაღები იქნებოდა ამ შემთხვევაში. რაც დღეს წარმოდგენილია პროექტი, იქ ვადიანობასთან მიმართებაში, ანუ არანაირი ზღვარი არ არის, არც 1 წელი, არც 2 წელი, ანუ ფაქტიურად ნებისმიერ დასაქმებულთან უნდა გააფორმოთ უვადო ხელშეკრულება, რა თქმა უნდა არის პირობები, სხვა პირობები, გამონაკლისები არსებობს, რომელიც მიგვაჩნია, რომ ზოგადად მთლიანობაში, მთლიანად თუ ავიღებთ ამ შემოთვლებს არის არც თუ ისე მრავალმხრივი, ეს არის სეზონური სამუშაოები, ეს არის კონკრეტული სამუშაოები, იზღუდება, რომ მე იმას ვიძახი, რომ თუნდაც იქიდან გამოვიდნენ, რომ დასაქმებული ეს კუთხიდან პოზიტივს რას მიიღებს, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში უფრო ნეგატივს მიიღებს, თუ კითხავთ ასეთ და მithumedes პრაქტიკაში თუ იმუშავებს, ამ კუთხით ძალიან ნეგატივია. მადლობა მიხეილ, რეპლიკისთვის მოკლედ ვატნერებ, თუ შეიძლება შემდეგ გახსოვდნენ გადავიდეთ. საზოგადოებამ თქვენს რომ იცოდეთ, რისთვის იყენებდნენ დამსაქმებლები მოკლევადიან ხელშეკრულებებს. ხელშეკრულებები იყო 2 კვირიანი, 1 თვიანი, 3 თვიანი და რისთვის ხდებოდა მისი გამოყენება. მე ვერ მოვისმენი არგუმენტები, რაში იზღუდებიან ეხლა დამსაქმებლები, თუ სამუშაო არის მუდმივი ხასიათის და აქ დაუშვათ იქნება უადო ხელშეკრულება. ეხლა პრაქტიკაში რა ხდებოდა და რისთვის იყენებდნენ? ერთი რომ შვებულების თანხა არ გაეცათ და როცა კონტრაქტით ყავდათ ადამიანი აყვანილი 11 თვეზე როცა მოთხოვდა საწყალი დასაქმებული ადამიანი რომ უფასო შვებულებაში ხელფასიან შვებულებაში გამიშვითო უბრალოდ ეუბნებოდნენ რომ თქვენ კონტრაქტის ვადა დაგიმთავრებთ და შვებულების უფლება გამოუყენებელი რჩებოდათ. მეორე საკითხი იყო კომპენსაციის თემა, როგორც კი მათი როგორც წერია დღევანდელ კანონმდებლობაში რომ დამსაქმებლის ინიციატივით განთავისუფლების შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია რომ ერთი თვის კომპენსაცია მისცეს. ამ კომპენსაციისგან თავის არიდების მიზნით ისინი უფორმებდნენ ამ მოკლევადიან კონტრაქტებს და როგორც კი მათი სურვილით განთავისუფლებოდა დასაქმებული ამ კომპენსაციას არ აძლევდნენ და მესამე და ყველაზე მთავარი რისთვისაც იყენებდნენ ამას იმისთვის რომ დასაქმებული ადამიანი ემართათ ყოლოდათ ესე ვთქვათ თოგზე გამობმული და საარჩევნო ყუთიდან დაწყებული ესე ვთქვათ სხვა ვალდებულებებით დამთავრებული რაც მათ ვალდებულებებში ეგრეთ წოდებულ job description-ში არ შედიოდა აი ესენი დაევალებიათ ხოლმე დასაქმებული იყო ამიტომ მინდა რომ ყველასთან რომ მიცე გასაგებია არგუმენტები ხომ არ გაქვს რეპლიკა ბატონო მიხეილ თუ გაქვთ აქ რომ ავუწროთ ეს თემი შემდეგ ბატონო რაც შეეხება მე ვსაუბრობდი იმაზე რომ ეს პრაქტიკა რასაც ბატონი რაგი ეძახის რა თქმა უნდა გარკვეულწილად არსებობდა რაც პრაქტიკასთან მიმართებაში იყო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ სრულიად სხვა საკანონმდებლო ნორმები შემოვიტანოთ რომელიც პირიქით შეზღუდავს ბიზნესს ანუ პრაქტიკას დავარქვათ თავის სახელით რა გარემოებები იყო იმ შემთხვევაში ეს იყო რა თქვენ რაც ახსენეთ ეს იყო წმინდა სხვა მექანიზმები რომლებიც კანონი ვერ აღმოფხვრა თუ კი თქვათ ვერ იქნებოდა გარანტიები იმისა რომ თქვათ იგივე სასამართლოების რაში იზღუდებით მითხარით ელემენტარულად თუ კი ჩვენ დასაქმებულ თუ სამუშაო მუდმივი ხასიათის არის ელემენტარული მაგალითი შეგვიძლია მოვიყოთ გარკვეულ პირობებში გარკვეულ პერიოდში რა თქმა უნდა ბიზნესი ვითარდება და საზოგადოებას ბაზარზე შესაბამისად შეიძლება უფრო უკეთესი კადრი აღმოჩნდეს გარკვეულ პერიოდში 1 წელში 2 წელში ნებისმიერ დროს რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ დასაქმებულთან მიმართებაში იქნება კვალიფიცირება უფრო მაღალი კვალიფიკაციის ამ შემთხვევაში ბიზნესი რატომ უნდა შეიზღუდოს მაშინ როდესაც თქვა შეგვიძლია
შეგვიძლია კომპენსაციის საკითხების შემოვიდა, შეგვიძლია თქვა სხვა მექანიზმები ჩავდოთ. გაქვთ საშუალება, ამ კანონმდებლობით არ გაქვთ ამ პროექტს, არ გაქვთ საშუალება? რომ გაანთავისუფლოთ არაკვალიფიციური მუშაკი? ეგ იმ შემთხვევაში თუ კი თქვათ კონკრეტულად, რომელიც მიღებული მყავს სამსახურში და საშუალება გეძლევათ, რომ თქვენს ნებაზე, თქვენს ხასიათზე მოგებით, ადამიანები გაუშვათ და გაამცირებელ გარემოში. ხასიათს ეს არის დისკრიმინაციის მომენტები და ამაზე კიდევ ერთხელ ვიცით. ჩვენ დავრუნდებით ამ თემასთან. მადლობთ. კახა ჩვენ გვესმის ესეთი თქვათ წუხილები ბიზნესის მხრიდან რომ შეზღუდვა რაღაცა თვალსაზრისით, აქეთ გვესმის პროფკავშირების შფოთი იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავ არის გაუთვალისწინებელი არ მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების თემა ამ კანონმდებლობაში, არამედ ზეგანაკვეთური შრომა არის კიდევ მოუწესრიგებელი, რომზე პირი ხელშეკრულებების თემა, იგივე მოკლევადიანი ხელშეკრულებების თემა. თქვენი ექსპერტიზა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რაში მდგომარეობს ამ ეტაპზე, ვიცი რომ ეთანაშრომლებით ყველა მხარეს. დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით. დასაწყისში აღნიშნავ იმას, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზოგადად პროცესს იმისას, რომ დაიწყო შრომის კოდექსის ცვლილება და მნიშვნელოვანი ცვლილება მიესალმება და მით უმეტეს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მართლაც ძალიან იმ ბევრ პრობლემას, რაც წლების განმავლობაში პრაქტიკაში დაგროვდა, აგვარებს. განსაკუთრებით ხაზს გაუსვამდი მე 37 მუხლის პირველი ნაწილის დაგეგმვის სადაც წერია მოშლა, ხელშეკრულების მოშლა. მოიხსენებათ ეს მუხლი პრაქტიკაში როგორც განიმარტებოდა, რომ დამსაქმებელს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის, ფაქტობრივი საფუძვლის არგუმენტის გარეშე შეეძლო გაეთავისუფლებინა ნებისმიერი დასაქმებული და აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ შრომის კოდექსი არ ვრცელდება მხოლოდ ბიზნეს სექტორზე, ეს ვრცელდება ძალიან კიდევ უფრო მეტად ფართო სპექტრზე. ეს არ ეხება აქვე რომ დავაზუსტოთ საჯარო სამსახურში. საჯარო სამსახურში მოხელებს არ ეხება, მაგრამ მაგალითად სკოლებს ეხება, საბავშვო ბაღებს ეხება. იურიდიულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს ეხება, ანუ ძალიან ფართო სპექტრს ეხება და შესაბამისად მაგალითად სწორედ შრომის კოდექსზე დაყრდნობით მასწავლებლები გათავისუფლებოდნენ ხოლმე ყოფილა შემთხვევები როდესაც აი ვადიან ხელშეკრულებებზე იყო საუბარი მასწავლებლებს ეს ერთთვიან ორთვიან კონტრაქტებს დაუდებდნენ და მოგეხსენებათ მე ეს პრაქტიკაში რასაც იწევდა რომ დავეთანხმე ბატონ ირაკლის ეს იწევდა იმას რომ მასწავლებელი დამოუკიდებელი ხდებოდა დირექტორის ნებაზე და ნებისმიერი ახირება უკაცრავად ამ სიტყვისთვის რაც შეიძლება დირექტორის მხრიდან წამოსულიყო საარჩევნო პროცესთან, სასწავლო პროცესთან თუ სხვა ნებისმიერ პროცესთან მასწავლებელი იძულებული ხდებოდა ან შეესრულებინა ეს ან იძულებული ხდებოდა რომ ეს ასე იყო, მაგრამ და იქვე იმ თემას გავაგზავნეთ ბოდის მოგიხდით რაც შეეხება ვადიან და უადო კონტრაქტებს რაც შეეხება იყო წეგან დაისვა საკითხი დღეს მოქმედი და შემოთავაზებული რედაქცია იძლევა თუ არა იმის შეძლებლობას რომ ადამიანი გათავისუფლდეს სამსახურიდან ცხადია იძლევა და ეს პირდაპირ არის მითითებული 37 მუხლში ასევე და რო გავაგრძელო ეს დისკუსია რაც ახლა განიმართა ერთ-ერთი პუნქტი არის ასეთი 37 მუხლის რომ დასაქმებულის კვალიფიკაცია და პროფესიული უნარჩვევები თუ აღარ შეესალმება დაკავებულ თანამდებობას ეს შეიძლება გახდეს გათავისუფლების საფუძველი ანუ თუ რომელიმე ადამიანი რომელიც თავიდან კარგად აკეთებდა საქმეს მერე ვეღარ აკეთებს ამ საქმეს ეს იქნება გათავისუფლების საფუძველი ანუ მთავარი აქ არის ის რომ ბიზნესს შეუძლია მოთხოვნებიდან გამომდინარე ადაპტირება მოახდინოს და თუ გაიზარდა დაუშვათ კვალიფიკაცია იმ კონკრეტული სამუშაო შესრულების სავალდებულო კვალიფიკაცია რაზეც დაიქირავა დასაქმებული მაშინ მას შეუძლია უთხრას რომ ან განვითარდი და შეისწავლეთ და დამატებით უნარჩვევები შეიძინეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამე რაც არის ზოგადად დამსაქმებელი უნდა ზრუნავდეს დასაქმებულის წინსვლაზე მის განვითარებაზე და შეიძლება არაპირდაპირ ვალდებულებაც იყოს რომ დამსაქმებელებზე რომ იზრუნონ თავიანთი მუშაკების ჩვენ რეკლამა გვიწევს რეკლამის შემდეგ მინდა რომ აუდიტორია ჩავთო თუმცა მანამდე ბატონ მიხეილს არ კომენტარი და ბატონ სანდროს რაც ახლა ნორმა იყო მოყვანილი და ძალიან სუბიექტური შეიძლება იყოს პრაქტიკაში გაგებული ამ შემთხვევაში ამიტომ ეს ნორმა მაშინ როდესაც თქვენ პრაქტიკაში თუ შევხედავთ ადამიანი რომელიც რამდენიმე წელი მუშაობს ერთ და იგივე პოზიციაზე და შესაბამისად კვალიფიკაცია მას გააჩნდა ვინაიდან სამსახურში მუშაობდა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში
ყოველთვის იქნება ეს სადაო და სუბიექტივად მიკროძეობილად იქნება მხარეების მხრიდან ვინაიდან ეს ადამიანი სრულიად სამართლიანია და ამ ნორმის მიხედვით ყოველთვის დააყენებს საკითხს რომ მე თუ კი ამდენი ხანი შევესაბამებოდი კვალიფიკაციას დღეს რა მოხდა რატო არ შევესაბამებდი ამიტომ აქ მე ვსაუბრობ მინიმალურ ზღვაზე რომელიც არსებობს კვალიფიკაციის მიღებისას მაგრამ შემდგომში რა თქმა უნდა აპრეცედენტად ძალიან მაღალია რომელიც შეიძლება ბაზარზე სულ სხვა კადრი შემომეთავაზოს ამ შემთხვევაში რომელიც მასზე უკეთესია. ასე იგი ბატონო სანდრო ამ თემას რომ გამოვიხმაუროთ ვიდრე რეკლამაზე გავთ შემდეგ გასმოდა კიდევ გეთქვათ საშუალება რომ სხვა თემებზე გქონდეთ კომენტარი. მე პირველ რიგში კახას დავეთანხმები იმაში რომ კვალიფიკაციის საკითხი როდესაც აღარ აკმაყოფილებს სამსახურებს მას შეუძლია გაუშვას სამსახურიდან მასშტაბამდე დასაქმებული და ასევე ბატონ მიხეილს ასე ვთქვათ მინდა შევახსენო რომ ჩვენს ჩამონათვალში რომელიც ვადიან ხელშეკრულებებს ეხება სეზონურ შრომასთან ერთად და სხვა კიდე სამ პირობასთან ერთად არის მეხუთე პირობა ფაქტიურად ღია პირობა ბატონო მიხეილ სხვა ობიექტური გარემოებები და თქვენ როდესაც გინდათ სიტყვაზე რომ დადოთ ვადიანი ხელშეკრულება მათ შორის იმითი რომ დრო იცვლება კვალიფიკაციები უფრო მკაცრი ხდება, უფრო გაფართოებული ხდება მოთხოვნები დასაქმებული სიმრად ჩადეთ ეს აქ ფანტაზია არის საჭირო ქალბატონო სინამდვილეში დამსაქმებლის მხრიდან რომ ისე შეადგინოს კონტრაქტი მათ შორის ვადიანი რომ მე ეს გამოიყენოს თავისი ინტერესებისთვის და რაც შეეხება კითხვას და საკითხს რომ სადაო გახდება ყოველთვის ცხადია გახდება სადაო ჩვენ ყველაფერს ჩვენ ვქნით სამართლიან თამაშის წესებს და როდესაც რაღაცა ხდება სადაო ის სამართლიანად და ცივილიზებულად დავა უნდა მოგვარდეს კიდევაც თქვენ ტოვებთ სივრცეებს თავისუფლად სადაც უტოვებთ ლავირების საშუალებას ბიზნესს ის მინდა თქვა თუმცა ამას ვერ ხედავს თავიდან როგორ უნდა დადოთ ფოტონოს სანდრო თავიდან როგორ უნდა გავხსოვოთ ობიექტურ გარემოებად ის რომ 2 წლის შემდეგ შეიძლება კვალიფიკაცია ეს რო ჩავდოთ კონტრაქტში ჩავდოთ ბაზრის მოთხოვნები იცვლება ხოლმე და თავიდან დღეს რო ვთქვათ რომ 5 წელი შეიძლება ბაზრის და ამიტომ ვადიარდებთ მე დარწმუნებული ვარ რომ როდესაც ამის აუცილებლობა დადგება ნებისმიერ დამსაქმებელს ეყოფა იმის ფანტაზია და უნარი რომ გაითვალისწინოს ისეთი პირობები ხელშეკრულებაში რომელიც მას აწყობს ხელშეკრულების წარმოადგენა ბატონო ირაკლიანი ასეთ ხელშეკრულება ბატონო ირაკლიანი მოვიტანოთ თქვენ ამ ხელშეკრულებას მიიღებთ რომ დაუდო ასეთი რამე რომ 5 წლის შემდეგ ან 1 წლის შემდეგ შეიძლება და ამიტომ ვდებთ ეს არის ობიექტური რა არგუმენტებსაც მოიყვანთ იმის აი ეს არგუმენტი ზუსტად იმის მიხედვით კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა უბრალოდ მოდი თქვათ დამსაქმებელი ეკონომიკა რეკლამის ლოგოს მოკლედ თუ შეიძლება დიახ ზარალდება თუ არ ზარალდება დღეს ზარალდება თუ არა დღეს ზარალდება თუ არა დასაქმებულიც და დამსაქმებელიც პრაქტიკაში გვაქვს თუ არა დისკრიმინაციის მომენტები აი გუშინ ყულევში იყო ხო როცა არჩეული პროფკავშირების თავმჯდომარე გაანთავისუფლეს სამსახურიდან იცით რა მოტივით იმიტომ კი არა პროფკავშირის თავმჯდომარეა იმიტომ რომ მოკლევადიანი კონტრაქტი ჰქონდა მას და კონტრაქტის ვადა ამოიწურა ამ კუთხით დევნია ხო ადამიანი ეს ხალხი ერთმანეთს რა გვირჩევნია ჩვენ რომ სასამართლოში დიალოგის გზით ესაუბრებოდეს თუ ბარიკადებზე ხდებოდნენ ერთმანეთს გეკითხებით 1 ოქტომბრის შემდეგ ამ გაფიცვებმა ის რომ ნორმალური და უბრალოდ ადრე 1 ოქტომბრამდე ნაჯახი ეჭირათ დამსაქმებლებს ხელში რომელიც მისცამათ მთავრობამ ამ კოდექსის სახით და დასაქმებულებს არაფერი დაზარალდა თუ არა საქართველოს ეკონომიკა დაზარალდა თუ არა დამსაქმებლები აი იმ სპონტანური გაფიცვებით და იმ კოდექსით რა თქმა უნდა ჩვენ ოქროშუალები რა არის მაშინ რომ თქვენც არ დაზარალდეთ და ეს არის შემოთავაზებული მაგრამ ვიმეორებ იმ ხარვეზებით და იმ შენიშვნებით კარგი ჩვენ რეკლამის როგორც დიდი მადლობა დარბაზი ჩავთოთ აუცილებლად და თქვენ უნებრივია გეთქვით საშუალებას და თქვენი არგუმენტებით მაყურებელს